მოგესალმებით. დღეს ერთად გავივლით პროცესს, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ როგორც სერვის პროვაიდერებმა შევამოწმოთ ატვირთული ტასკები და გამოვეხმაუროთ ჩვენთვის სასურველ კლიენტს. ამისათვის, რა თქმა უნდა, შევდივართ კვლავ ჩვენს მიერ შექმნილ პროფილზე და ვირჩევთ მოძებნეთ ტასკების გრაფას. რის შემდეგაც დავინახავთ ტასკითის პლატფორმაზე ნებისმიერი სახის ატვირთულ ტასკს. ამ შემთხვევაში მაგალითად დავირჩიოთ გათბობის ხელოსნის ტასკი და ვნახოთ მისი დეტალები. როგორც ხედავთ, ტასკის ღირებულება გახლავთ 100 ლარი, ხოლო მისი შესრულების სავარაუდო დრო 20 მარტი. მასთან ერთად მითითებულია მდებარეობა, თუ სად გვიწევს კონკრეტული ტასკის შესრულება. იგი გამოვეხმაურებით ამ ტასკს და შევიყვანთ ჩვენს დეტალებს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ მიერ აღებული თანხა სრულ 100 ლარს შეადგენდეს, უნდა გავითვალისწინოთ ადმინისტრაციული საკომისიოს 20%-იც. შესაბამისად, ამ შემთხვევაში კლიენტს ვთავაზობთ 100 ლარის ნაცვლად 125 ლარს, რათა საკომისიოც თან შევიყვანოთ. რის შემდეგაც საკომისიოს გამოკლებით დაიწერება თანხა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. შემდეგ მივუთითებთ კონკრეტულ დროს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ამ დავალების შესრულება შეგვიძლია. შევიყვანთ ჩვენი სერვისის მოკლე აღწერას, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ ტასკის ფარგლებში. მაგალითად, სრულ სერვისს გავუწევთ ამ შემთხვევაში მომხმარებელს. სურვილისამებრ და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეგვიძლია დავამატოთ ფაილი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ჩვენს პორტფოლიოს მივაწოდებთ. ყველა ამ პროცესის გავლის შემდეგ, ჩვენი გამოხმაურება კლიენტთან გაგზავნილია და შეგვიძლია დაველოდოთ მის უკავშირს. მადლობა ყურადღებისთვის.